იუთუბერები. ახლა მივდივართ წყლის თავაზე. იგივე ციწყალაზე და ნაკვაში ერთ-ერთი ძალიან ლამაზი ჩანჩქერია. მაგრამ მანამდე უნდა გითხრათ, რომ ვარ მაღაზიასთან. ლიუცია იყო აქ გამყიდველი მაღაზიაში, ახლა დანგრეულია, მაგრამ ჩვენ ბავშვობაში ძალიან პოპულარული მაღაზია იყო და ყოველ დღე ჩამოვდიოდით ამ მაღაზიაში და ვყიდულობდით ძალიან ბევრ ამას, იმიტომ რომ ესეთი პატარა სამაჯურები იყო, ტყავის მახსოვს, იყო ბაფთები, ლამაზი სავარცხლები და იმდენად მოგწონდა, იმდენად გვიყვარდა ეს მაღაზია, რომ ყოველ დღე ჩამოვდიოდით და ვყიდულობდით. ლიუცია მერთხელ ასე გითხრა, რომ არ მოგყიდითო ამ სამაჯურებსო ტყავისო, იმიტომ რომ რო გაუფუჭდეთო, დამთასიო, რაჭოლებსო, ნაკველებსო, საათიო რა ვქნაო მერეო და თქვენ ნუ გამიცარიელეთ მაღაზიაო. მოკლედ ძალიან გვიყვარდა ეს ადგილი, ლიუცია ბებიას მაღაზია. ეს არის საბჭოს შენობა. ნაკვის საბჭოს შენობაა და ერთხელ რა 1989 წელს 9 აპრილის შემდეგ აქ ავაფრიალეთ საქართველოს დამოუკიდებელი საქართველოს დროშა, როგორ მახსოვს და ეს იყო ჩვენთვის ძალიან დიდი ბედნიერება, იმიტომ რომ რაჭაში ჩამოვიტანეთ სამფეროვანი დროშა და აღვმართეთ აქ საბჭოს შენობასთან. ხო და ბავშვები დამხვდნენ აქ საბჭოს ეზოსთან. ვისი ბავშვები ხართ? დავით კვახაძის. დავით კვახაძის. ბექა ხოსროშენის. დედიკო ყავს კვახაძე რაჭველი? არა. ბებო. დედიკო ცირდავა. აჰა. შენ დედი? მიხამარუსიდის. ორი. ესეთი რუსები და კვახაძეები დაგვხდნენ აქ და ჩვენ ქოხოსაძეებიდან ჩამოვედით. აქ ისენებ ხოლმე ხშირად? ყოველ ზაფხულს არ დადეგებზე. არ დადეგებზე. და გიყვართ ნაკვა? ძალიან. აი როგორ ერთობით ნაკვაში. აი არ უცა, ამაზე კარგად მეუღლეს ყოფილი. მიტოვებულ სახლებში დავდივართ. ეხა მიტოვებულ სახლებში დავდივარდი. და მამა ჩემმა გაიგო ხმა აქ ის იყო და გამოგვაგდო. რა ხდება, რა სიტყვით მიტოვებულ სახლებში? რა ვიცი, ვაინტერესებს ახლა. ერთ სახში ბევრი ღილები იყო და რაღაც ღილები დაგვხდათ მიტოვებულ და ჭიქები დაგვხდა. და ბავშვებო არ გეშინიათ მიტოვებულ სახლში? ერთად რო ვარც არა. მე აღარ მიკარა ხო? შევიკარა. რას ელოდებით ხოლმე მიტოვებულ სახლში? აი რომ მიდიხარ, აი ის მიტოვებული სახლი და ადამიანი აი ფოტოები ნახეთ ერთი კაცი. რაღაცის ფოტოები არაფერს ისიც ძველი ნივთები მაინტერესებს მაგრამ მაინც არ შევდივარ ზოგადად. კიდე რა იპოვეთ მიტოვებულ სახლში? ჭიქები ძველი. ფოტოები და ძალიან ბევრი გული და ჩვენ შორიდან მონეტები გვეგონა და ვაიმე გავიყოფთ ყველა უძახით, მაგრამ იმედები გავიცრუეთ და რომ შევედით ღილები იყო. მე მივხვდი რომ ღილები იყო. ერთი საკალი 24-იანი იყო. აი რატო უყვართ რაჭა ის გითხარით და რატო გიყვართ? ჩემი სოფელი რადგან არის აი სილამაზით ყველაფრით. მე კარგი ჰაერი და სიგრძე. ჩანჩქერზე იყავით თქვენ? კი, ყოველთვის დავდივარ და ყოველთვის დავდივარ და ქვემოთ ჩანჩქერია. და ხავსებიან ქვემოთ. ზემოთ ასასვლელი კიდე ლამაზ ჩანჩქერია. ჩანჩქერია, მაგრამ მაინც ძლებთ დასაგებო წყალია. ზემოთაც ადიხარ, ზემოთ ჩანჩქერზე? ზემოთ ჩანჩქერზე მე არ ყოფილი. კი, მე ვყოფილი ვარ და წინაღამ წყალმა წამოვიდა. მე საიდან ჩამოდიხარ რაჭაში? თბილისიდან. ყველა თბილისიდან. მე რუსთავიდან ვარ, აი. შენ რუსთავიდან. რა ქვიათ სახელები გითხარით? მოტეხილი მქონდა და არასწორად შემიხორცდა და მე ოპერაცია გავუწევ. გამოსლატერი აქვს. შენ ვისი ბავშვი ხარ? პატის. რომელი გვარი ხარ? ეს კვახაძე. კვახაძე ხარ? ესე კი შენ რაჭველი ხარ თავიდან ბოლომდე მოხადე კვახაძე, ესე კი ყველა მშვიდა რაჭველი. შენ დადიხარ მოსახლეში. ჩვენ თანხმობთ კვახაძე ხუთი დავდივარ. ეს იცი ძველი საბჭოს შენობა რო იყო? მაგ ბიბლიოთეკაში დავდიოდი ხო? აქ ბიბლიოთეკაც იყო, ხო? აი ტინიკი გეგობდა შენი ჩაბარება დაგვაუჩი. ხო, ჩაბარება. კითხულობდით ხოლმე? მე მათალი არის პატარა ვიყავ. მე ერთხელ ავიღე და რაღაც ჩავაბარე. ჩავაბარე.
ნიკო არ წამიკითხე. ახლა აპირებ ფიქრს სვას? აი აქ საპტიშენ თუ დაკეტილია. თან ჯარა არის და მანდ უნდა გადავიდე. ვაი. არა. ჩვენ ახლა მივდივართ ჩანჩქერზე. ესე იგი წავიდეთ გვირჩევთ ლამაზია, ხო? ლამაზია და გადავიღოთ. რა სიტყვით ჩვენ გამოვწერებს აბა? დაგილაი და ლაიქონ ვიდეო და გამოიწერე არხი. ახლა სახელები გითხარით და წავედით. ნიკოლოზ. დაჩ. ანა. ანდრია. აბა დიდი მადლობა. დავწეროთ. ჩვენ ხო, ჩვენ ახლა ჯერ პატარა არხი ვარ. ხო, ჯერ ახლა აუ დავიწყეთ. პანთასას. ავიყვანოთ, კაჩა. მადლობა. ძალიან. დიდი მადლობა. თქვენი სახელი? სოფო. მე ანა ვარ, ანანო. მადლობა ბავშვებო, კარგი ზაფხული. კარგად. მადლობა. ახლა ვაგზავნოთ გზას წყლის თავასკენ. ნიკუთა, რომელიც ძალიან სწორიდან სამოვიდა რაჭაში და არის რაჭანი. ქოქოსაძე. ნიკა ქოქოსაძე. წავედით და უფრო კარგად გაგაცნობთ ნიკუშას და გავიცნობთ წყლის თავს. ნიკო, ეხლა მითხარი შენ და რაჭის დამოკიდებულებაზე ურთიერთობაზე და როგორ გიყვარს და რატო გიყვარს აქაურობა? რაჭა მიყვარს, იმიტომ რომ აქ ძალიან ლამაზი მთები არის და რა ვიცი, აქ ცხოვრობს ყველა ჩემი ადნაფამილს როგორ იქნება? აი, ოჯახის წევრები? კი, ხო, ოჯახის წევრები ნათესავები. ნათესავები ხო რა და მაინტერესებს რა აქაურობა. ქოქოსაძე. თან ქოქოსაძე ვარ ხო კი. როგორ არ უნდა გაინტერესებდეს? კი. საბოლოოდ რას აპირებ მეგობრები ჩამოიყვანო და თუ უყვებით ხოლმე შენს მეგობრებს, კლასელებს რაჭაზე? კი, რა ვიცი, ხო ჩამოვიყვან შეიძლება მე ჯერ თვითონ არაფერი არ ვიცი აქ და რა უთხრა არ ვიცი. ჯერ ყველაფერი წინ არის. შენ თვითონ შეისწავლი აქაურობას და მე ჩამოიყვან შენ მეგობრებს. აბა ჩვენ გამოვწერებს უთხარი ერთ-ერთ სიტყვა. რა ლაიკები, following და კიდე რა ვიცი რა, კომენტარები. შენ ხო დაგვეღო subscribe. კი, აბა როგორ არა. და ახლა ნიკუშა არის ეს ბიჭი, რომელიც წამოყვა ჩვენ ტყეში. და ნიკუშა წამოყვა და ჩაიბარა ჩვენი თავი რომ აქ დათვებმა არ შეგჭამა. გახსოვთ რომ გითხარით გვერდაში რომ ვიყავით თუ დათმა არ შეგჭამა ამ ვიდეოს ნახავთ თქო. ახლა ამასაც თუ უყურეთ, ესე იგი წყლის თავაზეც გადავრჩით. აი აქედან უკვე ისმის ჩანჩქერის ხმა და ჩვენ ახლა უნდა ჩავიდეთ. პატარა ბილიკია ჩასასვლელი, ძალიან დაღმართია. და აქეთ-იქით ფეხებს დავადებ, აი ნახე, უყურეთ აქეთ-იქით და ესე ჩავდივართ. აბა წავედით. ნაკვის ჩანჩქერი. გამარჯობა. აი ეს არის ნაკვის ჩანჩქერი. მე ზემოთაც ავალ. ზემოდან ხევიდან მოდის და აი აქ გროვდება წყალი. იმდენად ცივია, რომ ერთი წუთი ვერ ძლებს წყალში. ეს რა თქმა უნდა სტუმრებმა არ იციან და რომ მოდიან ხოლმე მენი კლავებით, რომ აი თუ გაძლებ ერთი წუთი, მაგრამ ვერ ძლებენ. და ვიგებთ. ეს არის ულამაზესი ადგილი. აი აქ გეგონება რომ მდევო და მთა გაერთიანებულია და აქ ხანდახან არის ძალიან ბევრი გვირილა. არავინ არ დაგვიჭირა. აი თუმცა თუ არ გნახეს. იქ უმშვიდობა. ნახეთ, ნაკვის ჩანჩქერი.
ამოვედით, დავიღალეთ, მაგრამ ვისი ამოვედით. ჩანჩქერზე. რა ქენძლე? ხო და ჩავწერეთ ჩვენი ჩანჩქერი. აბა, გამარჯობათ ბოშებო. რამდენი ხარ? აი ბიძაშვილებთან შემოვედით ახლა და საზამთროს და ქადებს შევჭამ და მე გავაგზავნებ სახლისკენ გზას. ეს არის ყველაზე თბილი და ჩახუტების ადგილი აქ რაჭაში. ჩემ გვარზე მინდა და სულ მეთქვა რაჭაში მთელი ბავშვობა მაქვს გატარებული. ეს არის ჩემი სოფლის ნაკვა. ყოველ ზაფხულს მოვდივარ და აქ წამოსვლამდე რაღაცა შინაგანად ძალიან ისეთი ბედნიერები ჟუანტელი მაქვს ხოლმე, იმდენად მიყვარს და როგორც კი მოვუახლოვდები ნაქერალას და რომ გადმოვალთ ნაქერალას უღელტეხილზე და ესე დავიბაკებთ და ჩამოვალთ, იქ პირველი სოფელია ხარისთვალი, სადაც ჩაორია. აი იქ უკვე ვხვდები რომ უბედნიერესია და ჩემ სოფლამდე ძალიან ცოტაა დარჩენილი. ხო, მე ვარ კიკვაძე, ხო? სოფო კიკვაძე და იმერელი კიკვაძე ვარ. მაგრამ ჩემ სოფელში არის ძალიან დიდი უბანი კიკვაძეების. ამიტომ რაჭაში სადაც ჩემ ბაბუა ოთარი ქოქოსაძე ცხოვრობდა და ცხოვრობ ახლა ქოქოსაძეების უბანში, იმიტომ რომ დედამ ყავს ქოქოსაძე. ვინც არ უნდა მკითხოს რა გვარი ხარ? ყველა მითხრა ქოქოსაძეებში ვარ, მაგრამ თუმცა მეკითხებიან გვარს არავის არ უჩნდება კითხვა, რომ შეიძლება მე ვიყო იმერელი, ან ეჭვიც არა აქვს. იმიტომ რომ ყველას გონია რომ ვიქნები რაჭველი, იმიტომ რომ ნაკვაში, აი აქ ჩემ სოფელში არის ძალიან დიდი უბანი კიკვაძეების. და ახლა მოვიკითხავ ყველა კიკვაძეს, რომელიც საქართველოს ყველა კუთხეში ცხოვრობს. აი ეს უკვე ერთი კედელია დანგრეული და აი ნახეთ წისქვილის ქვა, სადაც ქვავდნენ სიმინდის ფქვილი. სიმინდს. უბრალოდ და გამოდიოდა სიმინდის ფქვილი. ნახე ახლოდან როგორ შენარჩუნებულია, ეს თავიც აქვს. ესეთი უძველესი წისქვილი და არ ვიცი, მეგონა რომ წელს აღარ დამხვდებოდა, მაგრამ დამხვდა და ძალიან გამიხარდა. ახლა მივიდივართ მიტოვებულ სახლთან, რომელიც არის ახლოს ჩვენს უბანშია, სოფელში. და როგორც გავიკითხეთ და გვითხრეს, ამ სახლს ყავს პატრონი, უბრალოდ ძალიან დიდი ხანია, წლებია, არავინ ჩამოსულა ამ სახლში და წინა დღეებში აღმოვაჩინა, რომ ფანჯრებიდან არის გამოსული ხეები. იქ ულამაზესი რაჭული პატარა ხის სახლია. მოდი დავათვალიეროთ, სამდედად შეგვიძლია რომ ვნახოთ. წავედით. ეს არის ძალიან იდეალური ბუნებრივი ნატურალური საშუალება, რითაც შეგიძლიათ მუცლის ტკივილი გაიყვეჭოთ. მუცლის ტკივილისგან არის გამოწეული ეს კიდევ სხვადასხვა ძალიან კარგი. ეს მართლა ძალიან გემრიელია, ჩემი ბებია როგორ ამზადებდა ისიც ამას დაკრებდა, გაასუფთავებდა და ერთ დიდ ქილაში ჩაყრიდა, ცოტა შაქარს დააყრიდა და ესე იყო შენახული და თავისი წვენი გამოვიდოდა და მართლა ძალიან გემრიელი და სალევია და თან სამკურნალო. და სხვათა შორის ამ ანწყობა 2014 წელს ძალიან გადაგვაჩინა ჩვენ მთელი მეჯახი შემნაც ყველანი ვიყავით მოწამლულები და დღეს ამ ანტრის დამსახურებით გავართ ფეხს. აი მოვედით. ძალიან ლამაზ რაჭულ სახლში. აქ ბავშვობაში ამ ეზოში გვითამაშია და მართლაც რომ ჯრიამული იყო, მაგრამ ახლა ცოტა სევდიანია ეს ეზოც და სახლიც. მოდი ფანჯარაში ნახოთ. ხე.
მოდი. ის პატარა აივანი და ძალიან ლამაზი სახლი იყო. მე ალბათ მოაკითხავს პატრონი და ისევ იქნება ჟრიამული. წავედით ნახოთ აქ ტანსაცმელებიც არის და ნახე. ზრუხებიც ყოფილან ფაქტია, შიგნით შეჭვიტე. წავედით მეშინია. წავედით. მე ყველა ერთად ვიკრიბებით, მოიც ესეც ახავდით ბიჭო. ზახავს ეს. ვაიმე. მე დავაიშავე ხალხორა. ტროხ რაშე. ხოდა მოკლედ გაგინაღამ ტროხამ შემჭამა. ბავშვობის მერე ესე ტროხა თვალის ხელში არ გამიყრია. გადავშით აქ სახლი და გამოვკიდება და ტროხები. აი ამოვედით ჩვენ სახლში. ეს ქვედა ამოსასმელი. ზემოდან კიდე სხვა ესაა. ვა, გაო! აი ეს არის ჩვენი სახლი აქედან. ტინა ეზო. ეს ფანჩატური მოდი შაბანდი. ესეთი აივანი. აქ პირსახოთზე პეპლები გვხვდებიან, ოღონდ ნამდვილი პეპლები დილით. აი ეს ფანჩატური, რომელიც ცოტა გავალამაზეთ. და ახლა ზემოთ მომყევით ჩვენი ქლიავები. დედა ჩემი ამ ქლიავების განაკეთებს უგემრიელეს ჯემს და აქედან ვაჩვენოთ აივანი. და ჩვენი აივანი და ჩვენი სახლი. ეს არის რაჭული შუშაბანდი. არ არსებობს სახლი რაჭაში, რომელსაც არ აქვს შუშაბანდი.